მარტივია, მე ვფიქრობ, ყველა ხვდება, რომ ეს არის მცდელობა, დააშინონ ადამიანები, გააგრძელონ რეპრესიები და მაქსიმალურად გადაკეტონ ყველა არხი, ყველა რესურსი იმისთვის, რომ ასეთმა ფონდებმა შეძლონ მათ შორის იმ ადამიანების დახმარება, რომლებიც ყოველდღიურ პროტესტში არიან ჩართული და ფაქტობრივად ისეთი რეპრესიული ჯარიმების ქვეშ არიან, ისეთი რეპრესიული ფინანსური საანქციების ქვეშ არიან ხელისუფლების მხრიდან, როგორცაც უწესებენ 5000 ლარიანი ჯარიმების სახით და არის შემთხვევები, როდესაც 10 და მეტი ჯარიმა აქვს ასეთ აქტივისტებს. ყველაზე დიდი და ფუნდამენტური პრობლემა არის ის, რომ ეს არ არის რაღაც პროკურატურაში დაგეგმილი ღონისძიება და ამ ყველაფერს სამართალთან და სამართლიანობასთან და გამჭვირვალობასთან და ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის გამოძიებასთან არ არის ეს ყველაფერი დაკავშირებული. ეს არის დაგეგმილი ოცნების ოფისში, კობახიცის და მისი ვიწრო გარემოცვის მიერ, ხო? ეს არ არის სამართლებრივი პროცესი და ამას სამართალთან არანაირი კავშირი არ აქვს. ოცნების ოფისში დაგეგმილი სცენარი იმისთვის, რომ მოხდეს ადამიანების დაშინება, ბრალდება სერიოზულია, მაყურებლებს რომ გავახსენოთ, გამოძიება ეხება დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობას, უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზებას. აი თუ კი ამბობთ, რომ ეს გეგმა ქართული ოცნების ოფისში დაიწერა, მაშინ აქ ვიკითხავთ, რამდენად შორს შეიძლება წავიდეს ქართული ოცნება? მე არ ვიცი, რამდენად შორს შეიძლება წავიდეს ქართული ოცნება, მაგრამ ქართული ოცნება ეხა უფსკრულში ისეთ გვირაბში შედის, რომლიდანაც გამოსავალი უბრალოდ არ იარსებებს მისთვის. ეს არის მოცემულობა, რაც გვაქვს. რაც შეეხება მუხლებს, სახელმწიფო წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების, საბოტაჟის და ასე შემდეგ, ეს ძალიან გავს რაღაცა ფილმის სიუჟეტს, რომელიც ჩვენ გონია, რომ წარსული ცხოვრების ნაწილი იყო და ფილმება დაგვამახსოვრდა და რეალობა უკვე აღარ არის ამ ცხოვრებაში, ხო? რა მტრულ საქმიანობაში დახმარება, რა საბოტაჟი, რა უცხოეთის დაქვემდებარებული ორგანიზაციები, რა უცხოური ფინანსები. აი წარმოგიდგენიათ, რაში გვამყოფებენ ეს ადამიანები. ზუსტად ასე იყო, მაგალითად 2011-12 წლებში, ზუსტად იგივე მეთოდებით, ჩხრეკის იგივე მეთოდებით შევარდნა ადამიანებთან, რა ვიცი, ორსული ადამიანების დაწესება. მაშინ, როდესაც ადამიანი, რომელიც მსგავსი ტიპის ღონისძიებას ატარებს, მინიმუმ სწავლობს ხო ოჯახს, ვინ შეიძლება იყოს შიგნით ამ დროს შხრეკაზე, ვინ შეიძლება დახვდეს, ვინ ფსიქოლოგიური ტრავმა შეიძლება განიცადოს თუ არ განიცადოს და ამას შესაბამისი ცოდნები და დაგეგმვა ჭირდება, მაგრამ მთელი უბედურება ის არის, რომ ვიღაცამ კობახიძემ და მდინარაძემ და ვიღაც ადამიანებმა სადღაც ოფისში დაგეგმეს ეს დავალება მისცეს პროკურატურას და პროკურატურა იძულებულია ამ დავალების მძევალი იყოს და რაღაცა მორჩილებაში იყოს ამ პროცესის. ქართულ ოცნებაში კეთდება განცხადება, რომ როცა აქციებში ფული იდებოდა, ის იყო აგრესიული და რადიკალური და როცა ფინანსური წყაროები, ესე ვთქვათ, გადაიკეტა, სიტუაცია დამშვიდდა. USAID-ის ჩახსნამ, მათ შორის საქართველოსთან სხვა ფონდები აიძულა, ნაწილობრივ მაინც შევსოთ ევროებით გამქრალი დოლარები. ახლა კი დაკნინებულ პროტესტს ხედავთო, ამბობენ მართლ პარტიაში. აი რა როლი ჰქონდა ფულს იმ პროტესტში, რასაც თვეების განმავლობაში ხედავდით ოცნების განცხადების კონტექსტში. რომელიმე ადამიანი ფულს იღებდა, ფულით ჩამოყვანილი ადამიანების პროტესტი გვინახავს ჩვენაღად, გვინახავს ოცნების ხელისუფლების მხრიდან. საკუთარ თავს რო უწყობდნენ ხელისუფლების მომხრეები იყვნენ და პროტესტს უწყობდნენ რუსთაველზე და იკრიბებოდნენ. ბიძინა ივანიშვილის სიტყვას არ ესწრებოდნენ, ბოლომდე ეს ადამიანები ისე გარბოდნენ სამარშრუტო ტაქსებით ისე უკან დასავლეთში თუ აღმოსავლეთში თავიანთ რაიონებში. აი ეს არის ამათი სტილი, ხო? რომელ ფინანსებზე და გამჭვირვალობაზე ლაპარაკობენ ეს ადამიანები, როდესაც შავ ფულზე დგას, შავ ფულის ბუღალტერიაზე დგას თავიდან ბოლომდე ქართული ოცნების ფინანსები. რომელ გამჭვირვალობაზე მართლა, რომ ვერ გაძღნენ საკუთარი მოქალაქეები ჯიბეებში, რომ აფათურებენ ხელებს და ყოლეფენ ამ ქვეყანას. რომელ შავ ფულზე ლაპარაკობენ და რომელ გამჭვირვალობაზე და რომელ უცხოურ დაფინანსებაზე საერთოდ. ერთადერთი საბოტაჟი, ვინც აწყობს ახლა საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ და გადატრიალებას უწყობს საკუთარ ქვეყნის მომავალს, საკუთარ ხალხს, არის ქართული ოცნება, რომელიც მოცემულობად დადგა დღეს და რატომღაც მივეჩვიეთ ყველაფერს, ხო? ანუ როგორ გვაჩვევენ ესენი რეჟიმს, ხო, თავიდან ბოლომდე ზუსტად ათვისებული აქვს ერთ-ერთში ის მეთოდები, რასაც 2011-12 წლებში ნაციონალური მოძრაობა მიმართავდა. იმ დროსაც 2012 წელს ამათ გამოცდილება ხო აქვთ ამისი. ფონდების წინააღმდეგ როგორ დაიწყეს ბრძოლა 2011-12 წლებში, როგორ ჩხრეკდნენ ადამიანებს, როგორ უდებდნენ ნივთებს,
როგორ ასამართლებდნენ რეპრესიული კანონმდებლობა, როგორ იყო 60 დღემდე პატიმრობა ადმინისტრაციულ კოდექსში. სისხლით რამდენი ადამიანი იჯდა 200-ზე მეტი პოლიტპატიმრის кейსი იქნა განხილული და გამოშვებული, ხო? ადამიანებს უბრალოდ პროტესტში მონაწილეობის გამო და უამრავ ასეთ кейსთან მქონია შეხება იარაღს უდევდნენ ცეცხლსასროლს, ნარკოტიკს უდევდნენ, ქონებას არ თმევდნენ. აი ეს არის მეთოდი, რომლითაც წარმატებულად ეგონათ რომ მართავდნენ ნაცმოძრაობის რეჟიმის მესვეურები თავიანთ რეჟიმს, მაგრამ ჩამოიშალა ის რეჟიმი. შენ წარმოუდგენელია უბსკულს როცა უყურებ, უბსკულიც გიყურებს აქეთ და წარმოუდგენელია შენ ასეთი ტიპის რეპრესიულ მექანიზმს და რეჟიმს აშენებდე და აი იმ სპირალში რომელშიც შედიხარ შენ გამოსვლა მარტივად შეძლო. წარმოუდგენელია, ყველა გადაიხდის ფას. მერე უკვირთ სანქციები საიდან მოდისო. შენ როდესაც შენს მოქალაქეს G5000-ლიანი ჯარიმით, რომელსაც უწევს 708 ლარზე მუშაობა ლიბრე სუპერმარკეტში თუ სხვა სუპერმარკეტებში ან ზოგიერთი მოპედით საკურიერო მომსახურებას ეწევა, ქირა უნდა გადაიხადოს, სწავლის ფული უნდა გადაიხადოს და მერე პროტესტზე მისულ ამ ადამიანს 5000 ლარით აჯარიმებ, ხარ ნაძირალა, ხარ რეჟიმი, რომელიც უნდა ჩამოიშალოს, დიახ, და ეს რეჟიმი აუცილებლად ჩამოიშლება. და ნურობის ექნება განცდა რომ შეინარჩუნებს იმ პრივილეგიებს, მათ შორის იმ ადამიანებს, რომლებიც შემსრულებლები არიან ამ პოლიტიკური დაკვეთების. ყველას მოუწევს პასუხისმგება, მათ შორის სასანქციო კუთხითაც და ნურობის გაუკვირდება მერე სანქციების სიაში მოხვედრა. ან დასავლეთისთვის მიუღებელი პერსონა ნონ გრატებად მათი დასახელება და მათ შორის ფინანსური სანქციების გამოცხადება. სხვა თემებზეც გადავიდეთ, აი იმ ფონზე რაც ხდება საქველმოქმედო ფონდებსა და სამოქალაქო საზოგადოებასთან მიმართებაში, ქართული ოცნება თვითმმართველობის არჩევნებისთვის იწყებს სამზადის მოისმენდით გუშინ განცხადებას მართლმადიდებლური პარტიის ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომის გამართვის შემდეგ გაკეთდა განცხადება, რომ აი უახლოეს მომავალში შეუდგება სახელმწიფო პარტია მუნიციპალური არჩევნებისთვის სამზადის. მამუკა მდინარაძე პოლიტიკურ პარტიებს კიდევ ერთხელ გეუბნებათ, რომ ქართული ოცნება მოიპოვებს მეათე დამაჯერებელ გამარჯვებას, პირობას ვაძლევს საზოგადოებას, რომ ოპონენტები დამარცხებისთვის არიან განწირულიო, ეს პირობაც დადო მამუკა მდინარაძემ. იწყებს თუ არა თქვენი პოლიტიკური ძალაც ანალოგიურად მომზადებას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის და აქ კიდევ ერთი კითხვა შეიძლება გაუჩნდეს საზოგადოებას. არ ვიცი, აი ასეთი რა სასწაულის შეიძლება სჯეროდეს ოპოზიციურ სპექტრს, რომ თუნდაც რომელიმე მუნიციპალიტეტში გამარჯვების იმედი შეიძლება გქონდეთ. ეს კითხვა რამდენად საფუძვლიანი შეიძლება იყოს. მე არ ვიცი მამუკა მდინარაძე ვის რას ელაპარაკება და საერთოდ არ მაინტერესებს ელაპარაკოს ზარქუას. უბრალოდ მე ჩემს განწყობას გეტყვით და ზოგად განწყობას. ნებისმიერი პოლიტიკური პარტია და მათ შორის ჩვენი პოლიტიკური პარტია, რა თქმა უნდა, ნებისმიერი არჩევნებისთვის ვართ მზად, მაგრამ მიზანშეწონილობას იმასთან დაკავშირებით ამ არჩევნებში მივიღებთ თუ არა მონაწილეობას, ამისთვის ჯერ საკმაოდ დრო არსებობს, რომ ეს გადაწყვეტილება ჩვენ საჯაროდ გამოვაცხადოთ, ხებულობთ თუ არა ამ არჩევნებში მონაწილეობას. რაც შეეხება არჩევნებისთვის მზაობას, დიახ, გიდასტურებს, რომ ნებისმიერი არჩევნებისთვის ვემზადებით და ყოველთვის ფორმაში უნდა იყოს პარტია. მე არ წარმომიდგენია პოლიტიკური პარტია არჩევნების მზადების გარეშე. წარმოუდგენელია, ხო, ესე იგი ფორმაში არ ახარ, ესე იგი პოლიტიკურ პროცესში არ მონაწილეობ, ესე იგი ინფრასტრუქტურა აღარ გაგაჩნია და ძალიან მძიმე პრობლემებთან არის შემდეგ დაკავშირებული, თუ ამასთვის ეხლავე არ ზრუნავ და ყოველთვის ფორმაში არ ხარ, ხო? და ბუნებრივია ეს ყოველთვის ასე უნდა იყოს, მზაობა უნდა იყოს. რაც შეეხება თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, ეხა სხვადასხვა დამოკიდებულებას, ეხა აქვს თუ არა საფუძველი იმას, რომ რომელიმე მუნიციპალიტეტში მოიგებს თუ არა ოპოზიცია, ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბრძოლის ყველა მეთოდი, მათ შორის მშვიდობიანი, რა თქმა უნდა, მათ შორის საარჩევნო არის ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, მათ შორის ოპოზიციისთვის, რომ მოიგოს არჩევნები. ეხლა თუ გონია მდინარაძეს ან ოცნების მესვეურებს, რომ ბევრად უფრო უკეთეს მდგომარეობაში არიან ვიდრე 26 ოქტომბრის. 26 ოქტომბრის მერე ამ ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილი არის სანქცირებული. 26 ოქტომბრის მერე მაგნიცკისით არის სანქცირებული ამ ქვეყნის პირველი პოლიციელი და ერთია ვთქვათ ელექტორალური განწყობა, მეორეა რა ბერკეტები აქვს ქართულ ოცნებას ხელში, იმისთვის რომ არჩევნები მის სასარგებლოდ ეს არჩევნები ხო მიიტაცა, ეხლა ორი აზრი ხო არ არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ 1,120,000 ადამიანმა ეხლა დაუჭირა თურმე მხარი ოცნებას, ხო წარმოუდგენელი რამეა ეს. აი თუნდაც ამის გათვალისწინებითაც ასე ვთქვათ ლეგიტიმურია კითხვა, რა იმედი შეიძლება გქონდეს ოპოზიციას და ოპოზიციურ სპექტრს ადგილობრივ. მე არ ვიცი ხა ამ იმედებზე ვერ ვისაუბრებ, თუმცა მე ბრძოლის ყველა ხერხს ვამართლებ
რომელშიც შეიძლება პოლიტიკური პარტია მონაწილეობდეს და რა თქმა უნდა არჩევნები არის ერთ-ერთი გზა. რა ვქნათ ახლა თავი ჩამოვყაროთ, არ ველაპარაკოთ იმ ადამიანებს, რომლებმაც მაგალითად 1,100,000 არ იყო, მაგრამ 900,000 იყო და მის სახმა ოცნებას. ამ ადამიანებს არ უნდა ველაპარაკოთ, არ უნდა აუხსნათ ამ ადამიანებს, რომ აი ეს არის ოცნება, ზუსტად ნაცმოძრაობის გზას გადის, ასეთ მოძალადე სისტემაზე დგას ზუსტად. ადამიანებს ცებს, არც ერთი ადამიანი ლელა რომელიც ძალადობის кейსი იყო, მათ შორის ჟურნალისტების მიმართ, მათ შორის პოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერი, არც ერთი გამოძიებული არ არის. ახალგაზრდები დაასისხლიანეს ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით, აი პირდაპირ ფორმით. მარშრუტკებში, სამარშრუტო ტაქსებში აყავდათ სპეციალურად აქირავებულში, იქ ფიზიკურად უსწორდებოდნენ, ძარცვავდნენ, ტელეფონებს ართმევდნენ, მოროდიორობდნენ. აფურთხებდნენ პირდაპირ ფორმით სახეში და სულში გადატანის მნიშვნელობით. და არც ერთი არ დასჯილა და ამი ყველაფრის შემოქმედი არის ბიძინა ივანიშვილი. თქვენ ხო არ გონიათ ხა ბიძინა ივანიშვილის შესაბამისი კურთხევის გარეშე ხდება ეს ყველაფერი. და მისი მთავარი ინსტრუმენტი არის ირაკლი კობახიძე. და ეს ადამიანები ზუსტად უნდა იცოდნენ მათ შორის ოცნების ამომრჩევლებმა 26 ოქტომბერს მისცეს ამას ხმა, ამას აუნთებს მწვანე. განაცებულ იმას ოცნებას აუნთეს მწვანე. იმ რეჟიმის, იმ სასტიკ მეთოდებს აუნთეს მწვანე და ამაზე პასუხისმგებლობა ყველამ უნდა აიღოს. მათ შორის მეც უგრძნობ პასუხისმგებლობას. და ამ ადამიანებმა განსაკუთრებით უნდა იგრძნონ, რომლებმაც 26 ოქტომბერს ელექტორატთან სწორი მუშაობა იმუშავებს. რა თქმა უნდა, იმუშავებს. რა თქმა უნდა, ეხა რას აკეთებს ბიძინა ივანიშვილი, ხო? მაქსიმალურად ცდილობს ძალაუფლების კონსოლიდაციას ერთ მხარეს, ფულადი რესურსების კონსოლიდაციას და ურესურსო დატოვოს მათ შორის ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები, ურესურსო დატოვოს პოლიტიკური სპექტრი, დახუროს არხები, თავისი ჩარევით და ასე შემდეგ მედია საშუალებები. ამას ცდილობს, რომ ერთ მხარეს უზარმაზარი ძალაუფლება, რესურსები მოაქუჩოს და მეორე მხარეს დატოვოს ურესურსოდ ყველა ადამიანი და აიძულოს ეხა ეს ადამიანები, რომ როგორმე აი ესე მინორულ რეჟიმში იყვნენ, როგორშიც შეიძლება წარმოუდგენია ბიძინა ივანიშვილს ამ ქვეყნის მართვა, ხო? ყველა ხმა ჩაწყვეტილი, არც ერთი ადამიანი, რომელიც პროტესტს არ გამოხატავს, ქუჩაში არ დგას, შეშინებული რეპრესიებით, სახლში მჯდომი და რა ვიცი, რა საზოგადოება ჩრდილოურ კორეულ საზოგადოებას აშინებს ეხა ბიძინა ივანიშვილი თუ ბელარუსული ტიპის, ეს მეორე საკითხია, მაგრამ ამ ქვეყანაში მე ღრმად მწამს, რომ ჩვენ გვაქვს რესურსი, მათ შორის ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს უნდა ქონდეთ და ადამიანებს რესურსი, რომ სულში ჩაახედონ ადამიანებს და უთხრან 26 ოქტომბერს, ვინც ოცნება ამოხაზა, სამწუხაროდ მივიღეთ ის შედეგი, რაც მივიღეთ. ამიტომ თქვენ კიდე ერთი ნდობის კრედიტს თუ მიცემთ ოცნებას, ოცნება საერთოდ წარმოუდგენელ რეჟიმად ფორმირდება და აქ უკვე სამართალს ვერ იპოვის ვერავინ. ძალიან კარგია ერთ-ერთი მშობლის მაგალითი, რომელიც შვილიც დაჭერილია ახლა და ამბობდა, რომ 26 ოქტომბერს ოცნებას უჭერდა მხარს, ხო, წარმოუდგენელია. და რა მიიღო ამ ადამიანმა, ხო? ანუ ამ ადამიანმა საკუთარ თავზე გამოსცადა. თქვენ თუ გონიათ ახლა ეს სასამართლო სისტემა თქვენ ახლა ოცნების ამომრჩევლებს მიმართოთ და მათ შორის მომსახურე ინფრასტრუქტურას. ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც პირდაპირ ფორმით ემსახურა 10 წლეული, 2 წლეულის განმავლობაში ბიძინა ივანიშვილს. წარმოგიდგენიათ? სამჯერ გააგდო ისე აი ადამიანს დარაჯს არ გააგდებენ პარტიიდან ისე ირაკლი ღარიბაშვილი რო გააგდო ბიძინა ივანიშვილმა და თან მესამედ. თქვენ წარმოგიდგენიათ თქვენ აი რომლებიც დღეს მუშაობთ მათ შორის ამ სისტემაში ხართ ჩართული. თავზე გასხედან ის ადამიანები რომლებიც თქვენი დევნით იყვნენ 2012 წლამდე დაკავებული. საკრებულოს თავმჯდომარეებად, თავმჯდომარის მოადგილეებად, კომისიის თავმჯდომარეებად, მერებად, მოადგილეებად, პოლიციაში, სუსში, ძალიან ბევრ თანამდებობაზე, პარლამენტში წარმოიდგინეთ თქვენ ნაცმოძრაობას, აი მენტალურად ნაცმოძრაობას აღებული აქვს დღეს ოცნება თავიდან ბოლომდე. ვინ დარჩა დღეს ოცნებაში? აი მითხარით, რომ დამფუძნებელი ამ პარტიის, რომელიც დღეს არის ოცნებაში საკვანძო თანამდებობა. საინტერესო საკითხი შეეხეთ და ბიოგრაფიო ადამიანი იყო. საინტერესო საკითხი შეეხეთ და რადგან ახსენეთ ირაკლი ღარიბაშვილი, დავსვათ მოდით ერთი კითხვა მის შესახებაც ღარიბაშვილმა, რომელიც ორჯერ იყო პრემიერ-მინისტრი ბოროვსკი პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარის პოსტი ეკავა, ის რამდენიმე დღის წინ მიიღო გადაწყვეტილება ყოველშემთხვევაში ღიად ახლა გააკეთა განცხადება როგორც პარტიიდან, ისე მთლიანად პოლიტიკიდან წასვლის თაობაზე. აი როგორ ფიქრობთ, რატომ წავიდა ღარიბაშვილი ახლა და მაშინ, როცა მის პარტიას შეიძლება ითქვას, რომ უჭირს? წავიდა კი რა, ღარიბაშვილი გააგდეს მაშინ, როდესაც პრემიერ-მინისტრობიდან გადააყენეს. ღარიბაშვილი პარტიის თავმჯდომარე არც არასდროს არ ყოფილა, არც არასდროს არავინ ეკითხებოდა არაფერს.
წარმოიდგინეთ თქვენ ადამიანი პარტიის თავმჯდომარე იყო და მოქმედი პრემიერ-მინისტრი იყო საარჩევნო პერიოდში, საარჩევნო შტაბის უფროსი ხო საპარლამენტო არჩევნებზე. ამიტომ ღარიბაშვილს რაღაცა პერსონალური გადაწყვეტილებები და პერსონალურად მიიღო ეს გადაწყვეტილება აბსურდია. ღარიბაშვილს ეხა დაუძახებენ, წავა პოლიტიკიდან. ისევ გამოიხმობენ უკან პოლიტიკაში, ისევ შემოbrunდება. თავისუფალი ნება. ამის ალბათობას თქვენც ხედავთ, აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ ღარიბაშვილი შესაძლოა მოbrunდეს პოლიტიკაში და მათ შორის ბატონ ბერდია შესაბამისი ტიპის განცხადებები კეთდება მართლ გუნდშიც, მაგალითად აი გიაულსკი არ გამორიცხავს, რომ უახლოეს პერიოდში თუ არა გარკვეული დროის შემდეგ იგი პოლიტიკაში კვლავ ვიხილოთ. აი რა შემთხვევაში შეიძლება დაბრუნდეს ირაკლი ღარიბაშვილი თქვენი აზრით? გიაულსკის არც არავინ არაფერს ეკითხება, არც იცის ხვალრაელის საერთოდ მის პარტიას, ამიტომ გრძელვადიან პერსპექტივებზე ხა ღარიბაშვილის პოლიტიკურ ბედს ვერც გიაულსკი გადაწყვეტს და გიაულსკის თავი რა შემთხვევაში შეიძლება დაბრუნდეს და მოიხმონ როგორც თქვენ ამბობთ ირაკლი ბიზნესშვილსაც გადაწყვეტს ისე გააკეთებს ირაკლი ღარიბაშვილი. სამჯერ გაგდების მერე თავის ბრიფინგში რომელსაც აი კაციშვილი არ ედგა გვერდით 12-ჯერ გადაუხადა მადლობა ბიძინია ივანიშვილს და ეხა ესეთი ადამიანი რა თქმა უნდა როგორც კი დაუსტონს ერთი ადამიანი მივა რა თქმა უნდა ისევ და გააგრძელებს პოლიტიკურ ცხოვრებას. ისევ რომ თან არ შემწხვება, მათ შორის იმ პირად შეურაცხყოფასაც გადაყლაპავს, რომელიც მიაყენეს ამ ადამიანს, ხო? აი ამ პოლიტიკური ჯგუფის ხელით. ირაკლი კობახიძის და ამ თავისი გარემოცვის რაღაცა წვრილმანი ხელქვეითების ხელით, ხო? როგორ შეიძლება ეხლა შალვა პაპუაშვილი აცილებდეს ამ პარტიის მოცნების ერთ-ერთ დამფუძნებელს ირაკლი ღარიბაშვილს შალვა პაპუაშვილი რომელიც 2020 წლამდე საერთოდ პოლიტიკური ბიოგრაფია არ ჰქონდა და უცნებასთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა ეს ადამიანი აცილებს და აფასებს ირაკლი ღარიბაშვილის საქმიანობას ხო ირაკლი ღარიბაშვილი მიუხედავად თავისი გამოწვევებისა იყო ადამიანი რომელსაც თავისი ელექტორატი ეზომებოდა და თავისი ავტორიტეტი ეზომებოდა მათ შორის 2012 წელს ოცნების დამფუძნებლობის გამო და თავისი პოლიტიკური ნაბიჯების გამო მაგრამ დღეს ადამიანები რომლებიც სრულად ფლობენ ძალაუფლებას ოცნებაში საერთოდ ელექტორალური რესურსი არ გააჩნია არავის კობახიძის ელექტორალური რესურსი არ არსებობს ბიძინა ივანიშვილის გარეშე ჯერ ხო არავინ არ არსებობს ბიძინა ივანიშვილის გარეშე ამ პოლიტიკურ გუნდში მაგრამ ეს ადამიანები დამოუკიდებლად საერთოდ ნულები არიან ბატონ ბერდია, რადგან შალვა პაპუაშვილი ახსენეთ, მოდით მის განცხადებაზეც დაგისვათ კითხვას, ოღონდ არა ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით, არამედ აი ოპოზიციური სპექტრი რამდენიმე თვეა უკვე ხო ახალ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს და ის სწორედ ამ საკითხის და მე-11 მოწვევის პარლამენტის კონტექსტში შალვა პაპუაშვილმა გუშინ კიდევ ერთხელ თქვა, რომ მე-11 მოწვევის პარლამენტი სრულად ახორციელებს დაკისრებულ მოვალეობას, ხოლო რადიკალური ოპოზიციის მიერ გამოცხადებულმა ბოიკოტმა თუ ვინმე აზიანა და პოლიტიკურ სამარეში ჩაიყვანა ეს თავად რადიკალური ოპოზიცია. მოდით დავსვათ ეს კითხვაც ნახევარი წელი გავიდა მართლაც ხო? მას შემდეგ რაც ხო 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. რა ჩანს? აი ვინ უფრო დაზიანდა პარლამენტის ბოიკოტირების გადაწყვეტილებით? უფრო მეტი ზიანი მიიღო ოპოზიციურმა სპექტრმა თუ ქართულმა ოცნებამ? ხო, ნუ რა ვიცი, ხო ობიექტურად რო შევხედოთ რეალობას. ობიექტურად შევხედოთ. დღეს გვაქვს მოცემულობა, როდესაც რაც არ უნდა ეხა ამშვიდონ თავიანთი გარემოცვის წარმომადგენლები ოცნების ხელისუფლებამ. ყავს სანქცირებული ხელისუფლება პირდაპირ ფორმით. ყავს სანქცირებული ადამიანი, რომელიც მართავს მთელ ამ სისტემას, აი თოჯინების თეატრს, ბიძინა ივანიშვილის შეერთებული შტატების მხრიდან და მიუხედავად იმისა, რომ გვიანონსებდნენ, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში ყველაფერი შეიცვლებოდა, ფაქტია, რომ ეს სანქციები არ მოხსნილა. ყავს მაგნიცკის სანქცირებული შინაგან საქმეთა სამინისტრო, რაც უძიმესი ამბავია, მაგნიცკის სიაში ესე მარტივი მოხვედრა არ არის და მისგან ამოღება ხო საერთოდ წარმოუდგენელი ამბავია, დახურული საკითხია. ყავს სანქცირებული პროკურორები, ყავს სანქცირებული პოლიციელები, ყავს სანქცირებული პარლამენტის წევრები, რომლებიც აი წარმოიდგინეთ თქვენ სრულიად საქართველოს წარმომადგენლები არიან საქართველოს კონსტიტუციით და თავიანთი მანდატით ვერ სარგებლობენ. ეს ადამიანები ქუჩაში ვერ გამოდიან, აი რესტორნებში მშვიდად ვერ წყდებიან, რო არ შეეჩეხონ თავისუფალი ადამიანების საპროტესტო ხმას, ხო? ადამიანები მიდიან და მათ პირში ეუნებიან თავიანთ ოპოზიციურმა სპექტრმა რა მოიგო? გეტყვით. ოპოზიციური სპექტრის რაღაცა ნაწილმაც, მათ შორის, რა თქმა უნდა, განიცადა ზიანები. არ შეიძლება რაღაცა რადიკალური ტიპის განცხადებებს აკეთებდე. ისეთ არათანმიმდევრულ განცხადებებს აკეთებდე, რომ მე პროპაგანდას რაღაცა რესურსს და საწვავს აძლევდე იმისთვის, რომ შენ წინააღმდეგ ეს ყველაფერი გამოიყენოს, ხო?
არ შეიძლებოდა მაგალითად მე ჩემი ღრმარწმენით და ეხლა ეგ ჩემი სუბიექტური აზრია თქო უნდა არჩევნების დასრულებისთანავე გამარჯვებულად გამოეცხადებინა თავი ოპოზიციის ნაწილს. იქ რაღაც სამთავრობო კაბინეტის ფორმირებაზე დაიწყო საუბარი. მათ შორის არ შეიძლებოდა არჩევნებამდე ამ ელექტრონული ტექნოლოგიების ესე რომ ვთქვათ, PR კამპანიაში მიიღო ოპოზიციურ პარტიას მონაწილეობა და მე ეთქვა, რომ აი ამ აპარატებმა იმუშავა, გადამწყვეტი როლი ითამაშა აი ამ ყველაფერში, ამ გაყალბების პროცესში. ამიტომ ამ თანამდებობებას რა თქმა უნდა ადამიანები ხედავენ, ხო? მე არ შეიძლებოდა მაგალითად გაეკეთებინათ განცხადებები, თუმცა ეს ჩემი ღრმარწმენით მხოლოდ სუბიექტური აზრია და არავის შეურაცხყოფას რა თქმა უნდა ამით არ ვაყენებ. რომ თითქოს რაღაც ცენტრალურ საარჩევნო კომისიას თუ მიმართავდნენ, უფლებამოსილებას ვერ შეიძენდა პარლამენტი და მოქალაქეებს მართლა ჰქონდათ აღქმა, რომ იურიდიულად ეს გამართული პროცედურა იყო და ეს პარლამენტი უფლებამოსილებას ვერ შეიძენდა. მაგრამ შეიძინა ამ პარლამენტმა უფლებამოსილება ფორმალურად და ეგრეთ წოდებულმა პარლამენტმა. და ამ პროცესს მოქალაქე რო აკვირდება, რომ აი ბრძოლაში მოყვება, მაგრამ შენი გზა ეს სწორი არ არის და ამ გზაზე შენ მარცხი განეცადე, ესე იგი რაღაცა სწორად ვერ გააკეთე და მინიმუმ რაღაც სწორად რო ვერ გააკეთე, ამას ჭირდება აღიარება. და ამ გულწრფელობის დეფიციტი არსებობს, მათ შორის ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებში და ამას ღიად ვამბობ, ხა დასამალე ამაში არაფერი არ არის. ამიტომ ყველამ თავის შეცდომას უნდა გაუსწოროს თვალები, ეს შეცდომა აღიაროს და აი ამ ფურცლიდან დაიწყოს თავისი პოლიტიკური მოღვაწეობა. მათ შორის საკუთარ ამორჩეულებთან უნდა იყოს ყველა პირნათან. მე ამ პრინციპით ვარ ყოველთვის, თუ რამე შეეშლება ჩემ პოლიტიკურ პარტიას, თუ რამე შემეშლება, მე პერსონალურად მზად ვარ რომ ეს შეცდომა ვაღიარო და გულწრფელი დიალოგი მქონდეს ჩემს ამორჩეულებს. სამწუხაროდ ინწურება ჩვენ გაეცემის დრო და ოპოზიციის შეცდომებთან დაკავშირებულ საკითხს დღეს ვეღარ გავშლით, თუმცა ამაზე სხვა დროს ვისაუბროთ. ახლა კი ბოლო კითხვა მინდა დაგისვათ, უკვე უშუალოდ ბიძინა ივანიშვილზე მედიის ყურადღება მიიქცია იმან, რომ აი ბლუმბერგის მილიარდერთა სიაში აღარ მოხვდა მაგალითად ბიძინა ივანიშვილი. აქაც მარტივად კითხავთ, რაზე მეტყველებს ეს ფაქტი თქვენი აზრით? რა შეიძლება ხდებოდეს ივანიშვილის ქონებასთან? შეიძლება თვითონ ივანიშვილს აღარ უნდა იმ სიაში იძებნებოდეს. არ ვიცი, მე წარმოდგენა არ მაქვს, თუმცა ფაქტია ის, რომ Forbes-ისა და Bloomberg-ის სიაში არ იძებნება. ეს შეიძლება იყოს სანქციების ეფექტი, შეიძლება იყოს სხვა ეფექტი. ანუ არ ვიცი, ამაზე ხა საუბარი და რაღაცა წინასწარ დასკვნების გამოტანა რთულია, თუმცა ფაქტი ერთია, რომ ივანიშვილი არის სანქცირებული შეერთებული შტატების მხრიდან, ეს ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ მას რა თქმა უნდა მოყვება ძალიან მძიმე ფინანსური პრობლემები, მათ შორის ადამიანებისთვის და ეს არის მოცემული.